ანუ გვიანბეთ პირველ რიგში თქვენი შტაბ-შტილებები და მოგვაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია, რაც აღწერს ზარალის მასშტაბს და ამავე ამ სპეცოპერაციის უნიკალურობას და უპრეცედენტულობას. მოგესალმებით. ამ წუთში გრძელდება ოპერაცია, მაგალითად სარატოვში, აერობაზა ენგელზე, ალბათ მე-10 წელს აკეთებენ Tu-95 MS-ები და Tu-160-ები ვეჟდებიან აეროდრომის ტერიტორიაზე, ეს შინიათ კიდევ აფეთქებების და თავდასხმის. სულ 5 აეროდრომზე იქნა მიტანილი შეტევა, მეხუთე აეროდრომი იყო ეს ვასკრესკი, მოსკოვის ოლქში. უკვე დაწერეს კიდევ ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ მართლაც და 40%-ია ფაქტიურად რუსეთის სტრატეგიული ავიაციის განადგურებული. ალბათ ტრამპი რო ამბობდა ზელენსკის კოზირი არ უჭირავს ხელში, კაი კარტები, აი ეს კაი კარტი დღეს გვიჭირავს მე მგონი ზუსტად. ოპერაცია 18 თვეზე თავად ამ ოპერაციასთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი რო დავაზუსტოთ. ანუ აი ჩვენმა მაყურებელმა, რომელიც შეიძლება გათვსნობიერებული არ იყოს თავად მასშტაბში, საუბარი არის იმ სტრატეგიულ სიღრმეზე, რომელზეც წდომასაც ცხადია უკრაინული ავიაცია იქნებოდა თუ სარაკეტო დაანდგარები ვერ ახერხებდნენ. ანუ ეს არის ვითარება, როდესაც ადგილზე იქნა შეტანილი და შემდეგ გაშვებული ეს დრონები. როგორ მოახერხეს ეს უკრაინელებმა? სასწაულია. აეროდრომ ბელაიაზე მაგალითად ვერანაირად ეგ იყო, მაგრამ რუსეთის მხარისთვის აეროდრომი ბელაია იყო ყველაზე დაცული. სიტყვაზე თქვა აეროდრომი ოლენიამდე შეიძლება მიგვიღწია კიდევ, ხო, მურმანსკის ოლქში, მაგრამ აეროდრომი ბელაია იყო ფაქტობრივად ძალიან დაცული იყო. საკმაოდ რუსები ყოველ შემთხვევაში ესე თვითონ რომ ვერასოდეს ვერ მივახცევდეთ, ხო, შორეულ აღმოსავლეთში. ოპერაცია დაიგეგმა, გეტყვით ესე ასევე რომ აი ეს ხუთის თემა, სახურავის თემა, სახურავი დისტანციურად იხდებოდა და დრონები ფრინდებოდა. ჩვენ ამას პატარა მასშტაბებში ვიყენებთ ფრონტის ხაზზე. FPV დრონებს, ეგრეთ წოდებულ კამიკაძე დრონებს. დიახ. ალბათ ჭკვიან ხალხს მოუვიდა იდეა დრონები შეეტანა, მე ეს ასაწყობის სახლები რო არის, ესე ვთქვათ, სკანდი ჰაუსებს რო ეძახიან. ეგრეთ სახლების სახურავებში ჩამონტაჟებული იყო და ის მოხდა რაც მოხდა მე, რა თქმა უნდა, სხვა ადგილებში გადაიტანეს მე ეს მანქანები ამხურებით. საქმე იმაშია, რომ ოპერაციის დამთავრებისთანავე ალბათ თქვენ კადრებში ნახავთ, რომ ის მანქანების ფურები, ესე ვთქვათ, გადამზიდავები ფეთქდებოდნენ. ესაც გათვლილი ნაბიჯი იყო, რომ ოპერაციის მერე თვითლიკვიდაცია უნდა მოხდარიყო ამ ავტომობილების. ბატონო, ცხადია თავად დღე შემთხვევით არ არის შერჩეული, დღეს რუსეთში სამხედრო სტრატეგიული ავიაციის დღე უნდა აღენიშნათ და შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო სტრატეგიული უპირატესობების თვალსაზრისით რუსეთის კარტებში რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იყო სტრატეგიული ავიაციის არსებობა. ისევე როგორც ზღვაზე ისინი დომინირებდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ზღვაზე უკვე მათი დომინაცია წარსულს ჩაბარდა. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ამ შედეგების გათვალისწინებით ჰაერშიც ამ ზიანის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. მოდი ასე დავიწყოთ იქიდან, რომ მაგალითად Tu-95 MS-ები რუსეთს უკვე ძველი მოდიფიკაციის აქვს, ახალი შექმნა მაგალითად არ შეუძლია. იგივე მაგალითად როგორც Tu-160-ის, ახალის რაღაცის შექმნა არ შეუძლია და ამის გარდა ბევრი ნაწილი ძრავები სხვათა შორის თავის ძროზე უკრაინაში მზადდებოდა. ეს მაკომპლექტებელი ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასე რომ აი ამ ზარალის და დანაკლისის აღდგენა ძალიან გაუჭირდება რუსეთს. კი არ გაუჭირდება, აღდგენის საშუალება ნამდვილად არ აქვს, რომ აი ეს 40-50%-იან უკვე მაქვს რაღაცა ინფორმაციები მომაწოდეს. არ ამგონია რომ 10 წლეულების მანძილზე აღანაზღაუროს სტრატეგიულ ავიაციაში. ასე რომ ამ ოპერაციით მარტო უკრაინას კი არ დაეხმარა ეს ოპერაცია და წლის ვაშ და გამარჯვებაში. ევროპასაც დაეხმარა, იმ ყოფის საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსაც დაეხმარა, რომლის შემადგენლობაში ჩვენ ჩავდივართ საქართველოს. ამ ცუდი მეზობლის გამო ყოველთვის შეიძლება მოვევლოთ ესევე რაკეტებით თავდასხმას და ასე შემდეგ. ეს იყო უნიკალური ოპერაცია. მე ვიტყოდი, რომ სოფლიოში ისტორიას არ ახსოვს ესეთი ოპერაცია. არც ის სახელგანთქმულ ЦРУ-ს, არც ამერიკის სადაზვერვო სამსახურს, არც მოსადს და არავის. ეს იყო
ძალიან კარგად გათვლილი აგენტურა მუშაობა უმაღლეს დონეზე, არ ვიცი, სიტყვები არ ყოფნის ისეთი დონის ოპერაცია იყო. დაახლოებით ამ დრონების ღირებულებას, როცა სამხედრო ექსპერტები აღწერენ, $800,000 მაქსიმუმ ღირებულებაზეა საუბარი. ცხადია, მთელი ეს კომპლექტაცია გადატანა და ასე შემდეგ უფრო ძვირი დაждდებოდა, მაგრამ საუბარი არის 80-დან 100 მილიონამდე ღირებულების სტრატეგიულ ბომბნაფშენების განადგურებაზე. ელემენტარულად გეტყვით, ბატონო გიორგი, ერთი დრონი, კამიკაძე დრონი ეგრეთ წოდებული, 10 დიუმიანი ღირებულება ეს ვერაც გვიждდება, როცა ვაწყობთ $400-დან $500-მდე მეტყობს. აქედან გამომდინარე, თქვენ წარმოვიდგინეთ, კაი თქვა სიტყვაზეც რომ $105 მილიონი დაждდა. ზარალის მასშტაბს კი ხედავთ რაც არის. სარალის მასშტაბი აუნაზღაურებელი არის, თუმცა აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც უკავშირდება სტრატეგიული სამხედრო ბალანსის დარღვევას. არა მარტო უკრაინასთან მიმართებაში, არამედ დასავლეთის სამხედრო ბლოკთან მიმართებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ბლოკთან მიმართებაში, გარდა იმისა, რომ ნატოს ბლოკი ისედაც, ამერიკელი ბომბნაფშენების, სტრატეგიული ბომბნაფშენების თანამედროვე, ისედაც წონით მაღლა იდნენ ყოველთვის რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე. ამ წუთისათვის რუსეთის სტრატეგიული ავიაცია ფაქტურად მე შემიძლია თქვა ხმამაღლა, რომ არც ევროპისთვის და არც სხვა ქვეყნებისთვის უკვე და მით უმეტეს არც უკრაინისთვის განსაკუთრებულ საშუალებას უკვე აღარ წარმოადგენს. კიდევ ერთი დეტალია, ბატონო, რაც უკავშირდება რუსული სპეცსამსახურების მუშაობის უზარმაზარ რბილად რო ვთქვათ ხარვეზებს. ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახრეტილია მთლიანად რუსეთი საზღვარზეც, შიგნითაც და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური ოპერაციის რეალიზება, განხორციელება სრულიად წარმოუდგენელია, რაც არ უნდა არაპროგნოზირებადი ყოფილიყო. ამ პროცესში ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული სამხედრო დაზვერვის კომპონენტს. ამ მხრივ ახლა უკრაინას თავის თანამგზავრები არ აქვს სამწუხარო ჯერჯერობით, დარწმუნებული ვარ, რომ ექნება მოვა ეს დროც და შეგვიძლია თუ არა მესმის თქვენი ვთქვათ სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება ყველაფერი ვერ თქვათ შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ამ ოპერაციის ასე მასშტაბურად დაგეგმვა რომ არა დასავლეთის შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა. მოდი ელემენტარულად გუშინ მე დავწერე სხვათაშორის მაგის შესახებ. უკრაინა ჩაერთო უკვე პროგრამა Link 16-ის პროგრამაში. ეს არის ასე ვთქვათ ნატოს შეიარაღებული ძალების ასე ვთქვათ Wi-Fi. Link 16-ის მნიშვნელობაზე მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო და დაწვრილებით ვისაუბრო. ეს Link 16 აზრებს უკვე ჩვენ F-16-ებს, ჩვენ Mirage 2000-ებს, ჩვენ Patriot-ებს ზე ძალიან დიდ უპირატესობას თუ ამ შემთხვევაში უკვე იქნება გამოყენებული შვედური რადიო შორეული დაზვერვის შვედური რადიოლოკაციური თვითმფრინავები და სხვა მასშტაბები გვექნება ხედვისაც, სამიზნეებისაც და იმ სამიზნეების განადგურებისაც. სხვა მასშტაბებზე იქნება უკვე საუბარი. და რა თქმა უნდა, არ გამოურიცხავ არაფერს. შეიძლება ეს Link 16 უკვე მუშაობს. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ბატონო, თავად რუსების შეფასებებს რო ვკითხულობ, ხო? თავადაც ხვდებიან რომ შედეგები კატასტროფული მნიშვნელობის არის როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც ახლა ხვალ სტამბულში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უნდა დაიწყოს და წინა დღეს ასეთი კატასტროფა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოლაპარაკებების დასაწყის პოზიციების გათვალისწინებით თუმცა ზოგიერთი ამას უწოდებს რუსეთის პერლ ჰარბორს არსებობს თავისთავად ცხადია ალბათ თავად უკრაინაშიც მოლოდინები რა საპასუხო რეაქციები შეიძლება მოყვეს თავად რუსეთის მხრიდან შურისძიებას. როგორ ემზადება უკრაინა ამ წარმატებული ოპერაციის შემდეგ რუსეთის საპასუხო ზომებისთვის? ახლა ამ დროისათვის ზუსტად 40 წუთის უკან საერთოდ შახიდებს, შახიდას 36-ებს და გარენორებს ისინი ძალიან გვიან უშვებენ ხოლმე საღამოს 8 საათზე, მაგრამ იმდენად გამწარებულები არიან უკვე საათნახევრის უკან უკრაინის მიმართულებით, სადაც ამდენი 300 ერთეული შახიდია გამოშვებული, ეს უკვე დაიწყეს შურისძიება, არ გამოურიცხავ
დღეს გამე იყოს უკრაინისთვის არ გამოურიცხავ ძიმე არასტრატეგიული ავიაციის ბალისტიკური რაკეტებზე საშიშროება იქნეს არ გამოურიცხავ რომ ბალისტიკური რაკეტების საშიშროება შეიქმნეს სხვადასხვა ქალაქებში უკრაინის შურიზიების გარეშე ნამდვილად დარწმუნებულია რომ არ დარჩებიან მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი სახაერო თავდაცვის პატრიოტების ნასმასების და ასე შემდეგ რომელიც თვითონ დასავლეთმა თავიდანვე მოუაწოდა და დაგვეხმარა არ ყოფნის კიდევ მეორე მაგალითად პატრიოტები, მაგრამ იმედი მაქვს რომ გავუმკლავდებით. ბატონო, გამძლეობას გისურვებთ უკრაინას და საქართველოს გამარჯვებას და პუტინის რუსეთს უპირობო მარცხს და ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით დღეს ნამდვილად გადაიდა. აუცილებლად დიდება საქართველოს ჩვენ სამშობლოს პირველ რიგში. ნახვამდის ბატონო ვანოს დავემშვიდობოთ